რუსეთის სისხლსივრება არა მხოლოდ ფრონტის ხაზზე, სადაც მისი დანაკარგები კვლავ იზრდება, არამედ მისსავე ტერიტორიაზეც, ქვეყნის სიღრმეში. ქვეყანამ განიცადა მძიმე, შესაძლოა სასიკვდილო შიდა სისხლდენა და თვითონ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც კი ვერ ახერხებს ამ ნაკადის შეჩერებას. სინამდვილეში ის აქტიურად ამძიმებს მდგომარეობას, თავის ქვეყანას კიდევ უფრო ხრმად ითრევს უბსკრულში, საკუთარ თავს და თავის ხალხს კრიზისში აგდებს, საიდანაც შეიძლება ვეღარასდროს გამოვიდნენ. ასეთია პუტინის სასუწარკვეთილი აკვიატება ომზე. ეგოისტური საჭიროება, რომ გამარჯვებულად გამოჩნდეს, მიუხედავად ნებისმიერი ფასისა. და ამ ომის ფასი სწრაფად და უკონტროლოდ იზრდება. რუსეთის სავარაუდო თავდაცვითი ხარჯები 2021 წელს ომამდე 1 წლით ადრე დაახლოებით 65 მილიარდი დოლარი იყო. 2022 წელს, შეჭრის წელს, ეს მაჩვენებელი 102 მილიარდ დოლარზე მეც მიაღწია. 2023 წლისთვის ეს მაჩვენებელი თითქმის 110 მილიარდ დოლარს უახლოვდებოდა, ხოლო 2024 წელს თითქმის 150 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეს თავისთავად გამორჩეული მაჩვენებელი იყო, მაგრამ პუტინი მაინც ცდილობდა კიდევ უფრო გაეზარდა იგი. ასე რომ 2025 წელს რუსეთმა თითქმის 200 მილიარდი დოლარი დახარჯა სამხედრო ძალებზე. იმ მომენტში ეკონომიკური განგაშის ზარები უბრალოდ არ რეკავდა. ისინი მთელ მოსკოვის ქუჩებში ხმამაღლა ისმოდა, რომ ყველას გაეგონენ. ქვეყანა თავისი მთლიანი ბიუჯეტის მზარდ ნაწილს თავდაცვაზე ხარჯავდა, რის გამოც სხვა ინდუსტრიები მხარდაჭერის გარეშე რჩებოდა. ამ პრობლემას ისიც დაემატა, რომ უკრაინამ დაიწყო ინტენსიური სიღრმისეული დათმობის კამპანია რუსეთის ინფრასტრუქტურაზე. მიზანში იღებდა იმ ობიექტებს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაში ყველაზე დიდ ცვლილს შეიტანდა, მაგალითად, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს. ეკონომიკური ზრდა მკვეთრად ეცემოდა. ბიუჯეტი ზეწოლის ქვეშ იყო და ცენტრალური ბანკი ინფლაციის შეკავებას ცდილობდა. ამ ეტაპზე კრემლის ის ოფიციალური პირებიც კი, რომლებიც ჩვეულებრივ ყველაფერს ამართლებდნენ და საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ ყველაფერი რიგზე იყო, იძულებულნი გახდნენ ეღიარებინათ, რომ ქვეყანა ფინანსური კატასტროფისკენ მიდიოდა, თუ რამე არ შეიცვლებოდა. შედეგად 2025 წლის ივნისში ვლადიმერ პუტინმა პირობა დადო, რომ 2026 წლისთვის თავდაცვის ხარჯები შემცირდებოდა. ამავე დროს, როდესაც ნატოს ქვეყნებმა გამოაცხადეს, რომ კოლექტიური ხარჯები მათ MŠP-ს 5%-მდე გაიზრდებოდა, ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენცია მოიწვია და მსოფლიოს განუცხადა. ახლა კი აი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. ჩვენ გეგმავთ თავდაცვის ხარჯების შემცირებას. ჩვენთვის მომავალ წელს და მის შემდეგ, მომდევნო 3 წლის განმავლობაში ამას გეგმავთ. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის თავდაცვის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები ყველა ამ მიმართულებით ფიქრობენ. ამიტომ მოსალოდნელი იყო, რომ 2026 წელს, ბოლოს და ბოლოს, შეიმჩნეოდა რუსეთის მიერ ომში ჩადებული თანხების შემცირება. ზოგიერთი ოპტიმისტი ანალიტიკოსი კი ფიქრობდა, იქნებ ეს იყოს პირველი ნაბიჯი მტრულობის ეტაპობრივად შემცირებისკენ, რაც მშვიდობისკენ გზას გაუხსნის. შემდეგ გამოქვეყნდა 2026 წლის მონაცემები და ყველაფერი შეიცვალა. რუსეთის სამხედრო ხარჯებმა წლის პირველ კვარტალში 5.9 ტრილიონ რუბლს, ანუ 80 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეს 30%-იანი ზრდაა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, რადგან 2025 წლის პირველი კვარტლის სამხედრო ხარჯები მხოლოდ 4.5 ტრილიონი რუბლი, ანუ 61 მილიარდი დოლარი იყო. 2026 წლის პირველი კვარტლის ფედერალური ხარჯების ჯამმა 12.8 ტრილიონი რუბლი, თითქმის 175 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მთლიანი ხარჯების 46% თავდაცვაზე დაიხარჯა. ამ თანხის უმეტესობა საიდუმლო ხარჯების კატეგორიაში გადის, ამიტომ ზუსტად არ ვიცით, რაზე დაიხარჯა, რადგან კრემლი ამჯობინებს სამხედრო ხარჯების დეტალები დაფარულად შეინახოს. რაც არ უნდა იყოს, ეს უზარმაზარი თანხა, რომელიც მხოლოდ 3 თვის განმავლობაში თავდაცვაზე დაიხარჯა. და ეს სრულიად ეწინააღმდეგება პუტინის თავდაპირველ დაპირებას, რომ 2026 წელს თავდაცვის ხარჯები შემცირდებოდა. როგორც გერმანიის საერთაშორისო დაუსაფრთხოების საკითხების ინსტიტუტის ეკონომისტი იანის კლუგერი აღნიშნავს, სამხედრო ხარჯების უზარმაზარი ზრდა განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადგან რუსეთს თავდაპირველად წელს ომის ხარჯების შეკავება ჰქონდა დაგეგმილი. ბიუჯეტის კანონის მიხედვით სამხედრო ხარჯები 2026 წელს უნდა შემცირებულიყო MŠP-ის 6.2%-მდე, მაშინ როცა 2025 წელს ეს მაჩვენებელი MŠP-ის 7.8% იყო. თუმცა, მხოლოდ პირველ კვარტალში ეს უკვე შეადგენდა რუსეთის მოსალოდნელი წლიური MŠP-ის 2.5%-ს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ რუსეთი წლის დარჩენილ ნაწილშიც ამავე ტემპით გააგრძელებს ხარჯვას, ის მარტივად გადააჭარბებს დეკლარირებულ 6.2%-იან მიზანს და შესაძლოა წლიური MŠP-ის გასაოცარ 10%-საც კი მიაღწიოს. კრუგერი აღნიშნავს, რომ ამის ალბათობა მცირეა, რადგან ისტორიული მონაცემები აჩვენებს, რომ ხარჯვა წლის მეორე და მესამე კვარტლებში, როგორც წესი, იკლებს. მიუხედავად ამისა, ის აღნიშნავს, რომ ეს მაინც გამორჩეულად მაღალი მაჩვენებელია და ამატებს, რომ თუ პირველი კვარტალი რაიმე მინიშნებას იძლევა იმის შესახებ, როგორ განვითარდება წლის დარჩენილი ნაწილი, მაშინ 2026 წელს სამხედრო ხარჯები MŠP-ის 9-10%-ის ფარგლებში შეიძლება რეალისტური იყოს.
რიცხვებში უფრო ღრმად ჩახედვისას კლუგერი აღნიშნავს, რომ ფედერალური ბიუჯეტიდან დახარჯული თითქმის ყოველი მეორე რუბლი სამხედროებს ხდებოდა. უკრაინული საინფორმაციო სააგენტო, უკრაინული ეროვნული ამბები. ასევე გამოითვალა, რომ კრემლის მონაცემებით რუსულმა სამხედრო მანქანამ 2026 წლის იანვრიდან მარტამდე პერიოდში დაახლოებით 2.7 მილიარდი რუბლი, ანუ საათში თითქმის 37 მილიონი დოლარი, ხოლო დღეში დაახლოებით 65 მილიარდი რუბლი, ანუ 885 მილიონი დოლარი მოიხმარა. რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, რომელიც იანიშ კლუგერმა გაანალიზა და UN-მა გაავრცელა, კრემლმა 2026 წლის იანვრიდან მარტამდე სამხედრო ხარჯებზე რეკორდული 5 ტრილიონი 908 მილიარდი რუბლი დახარჯა. ეს ნიშნავს, რომ დღეში იხარჯებოდა გასაოცარი 65 მილიარდი რუბლი, ანუ 885 მილიონი დოლარი, ხოლო საათში დაახლოებით 2.7 მილიარდი რუბლი, ანუ 37 მილიონი დოლარი. როგორც გამოცემა აღნიშნავს, 65 მილიარდი რუბლი რეალურად ზოგიერთი რუსეთის რეგიონის, მაგალითად ნოვგოროდის წლიური ბიუჯეტია, რომელსაც წელიწადში 69 მილიარდი რუბლი აქვს გამოყოფილი, ან ორიოლის, რომლის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 61 მილიარდ რუბლს შეადგენს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იანვრის ერთ ჩვეულებრივ დღეს რუსეთის სამხედრო ძალებმა იმდენი თანხა დახარჯეს, რამდენიც სრულიად ერთ რეგიონს, სადაც ასობით ათასი ადამიანი ცხოვრობს, მთელი წლის განმავლობაში ყოფნისა და ფუნქციონირებისთვის ეყოფოდა. UN-მა ასევე დაადგინა, რომ 2026 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში თვიური ხარჯი თითქმის 2 ტრილიონი რუბლი იყო, ანუ 27 მილიარდი დოლარი. ანგარიში აღნიშნულია, რომ ეს უზარმაზარი კვარტალური ჯამი თვეში თითქმის 2 ტრილიონ რუბლს, ანუ 27 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ეს უფრო მეტია, ვიდრე რუსეთის უმაღლესი განათლების სისტემის წლიური ბიუჯეტი, რომელიც დაახლოებით 1.7 ტრილიონ რუბლს შეადგენს. ეს ასევე ბევრად აღემატება რუსეთის ყველა რეგიონის წლიურ ბიუჯეტს, გარდა თავად მოსკოვისა. ეს უკვე აღარ არის უბრალოდ შემთხვევა, როცა რუსეთი თავის თავდაცვის ხარჯებს უგუნურად ან გულუფხილოდ ხარჯავს. ქვეყანამ უპასუხისმგებლობის სრულიად ახალ დონეს მიაღწია. ის რეკორდული სიჩქარით ხარჯავს ფულს, პირდაპირ ყრის უზარმაზარ თახებს, რომლებიც რეალურად ქვეყნის შიგნით შეიძლება გამოყენებულიყო. ის ტრილიონობით რუბლი, რომელიც კრემლის სამხედრო მანქანას ხმარდება, მაგალითად შეიძლებოდა დახმარებოდა ქვეყნის ზოგიერთი პრობლემური სექტორის გაძლიერებას, ძირითადი ინფრასტრუქტურის შეკეთებას, საზოგადოებრივი სერვისების გაუმჯობესებას, ან დაეხმარებოდა ათეულობით მილიონ რუს ადამიანს, რომლებიც ცხოვრების გაძვირებისა და გარდაუვალი ინფლაციის გამო ძლივს ირჩენენ თავს. ამის ნაცვლად პუტინის ბრძანებით ეს ფული მთლიანად და ექსკლუზიურად ომზე იხარჯება. და იქნებ პუტინს შეეძლო ეს ყველაფერი გაემართლებინა, თუ ომში მართლა იმარჯვებდა. თუ რუსეთის არმია დიდ წარმატებებს აღწევდა, იღებდა კონტროლს მნიშვნელოვან ქალაქებსა და ტერიტორიებზე და გარდაუვალი გამარჯვებისკენ მიიწევდა, პუტინს და მის კრემლის თანამოაზრეებს ადვილად შეეძლებოდა თეთქვა. მათ შეეძლებოდათ საზოგადოებისთვის დაეჯერებინათ, რომ საბოლოოდ ყველაფერი ღირდა. ეთქვათ, რომ უბრალოდ ცოტა ხანს კიდე უნდა მოითმინონ არასაკმარისი სერვისები და დაფინანსების ნაკლებობა და ბოლოს რუსეთის დიდი გამარჯვება მოვიდოდა და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. მაგრამ ასე არ ხდება. სინამდვილეში ყველა მონაცემი სრულიად საპირისპიროს აჩვენებს. 2026 წელს რუსეთმა ვერ შეძლო ფრონტის ხაზზე არსად მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. ამის ნაცვლად მისი ძალები გაჩერდა. ზოგიერთ ადგილას მხოლოდ უმნიშვნელო წინსვლას მიაღწია, ხოლო სხვაგან კი უკან დაიხია, რადგან უკრაინა დაკარგულ ტერიტორიებს იბრუნებს. რუსეთის არმიამ ასევე მიაღწია იმ წერტილს, როდესაც დანაკარგები აღემატება მის შესაძლებლობებს გაუმკლავდეს მათ. ახალი სამხედროების მოზიდვის მაჩვენებლები ერთ დონეზე დარჩა. მაშინ როცა დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობა თანდათან იზრდება, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის სამხედრო ძალა აქტიურად სუსტდება და არაძლიერდება. ამასთან ერთად ქვეყნის ეკონომიკური პრობლემები კიდევ უფრო გაუარესდა უკრაინის მუდმივი დრონებისა და რაკეტების იერიშების გამო და თუნდაც ირანში ომმა დროებით გაზარდოს ნავთობის შემოსავალი, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს დიდად ვერ დაეხმარება მოსკოვს იმ ქაოსიდან გამოსვლაში, რომელშიც ახლა იმყოფება. ამგვარად ვლადიმერ პუტინი აღმოჩნდა ღრმა და ბნელ ორმოში, რომელიც თავად შექმნა. მისი უპასუხისმგებლო ხარჯები ვერანაირად ვერ გამართლდება. არც ერთი არგუმენტი და პროპაგანდა არ იქნება საკმარისი, რომ საზოგადოება დაარწმუნოს, თითქოს ტრილიონობით რუბლის ამ კონფლიქტში ჩაქრა რაიმე აზრს ატარებს. მიუხედავად ამისა, რუსეთის პრეზიდენტი კვლავაც აგრძელებს საკუთარი თავის კიდევ უფრო ღრმად ჩაფლვას კრიზისში. მაინც ის უარს ამბობს დათმობაზე, ან თავისი ქვეყნის ფინანსური გეგმების რაიმე რაციონალურ ან გონივრულ ფორმაში გადახედვაზე. მაინც მას ჯერა, რომ კრიზისში კიდევ უფრო მეტი ფულის ჩაქსოვა როგორღაც გამოასწორებს მდგომარეობას. მაგრამ ის ცდება და როცა მიხდება რამდენად ცდებოდა სინამდვილეში, უკვე ძალიან გვიანი იქნება. მაგრამ სანამ უფრო ღრმად ჩაუღრმავდებით რუსეთის ეკონომიკურ კრიზისს, თუ ასეთი ანალიზი გსურთ უფრო ხშირად მოისმინოთ, დარწმუნდით, რომ გამოწერილი გაქვთ The Military Show. ჩვენ ყოველ კვირას ასე ვაშლით ყველაფერს დეტალებად. ეხლა რუსეთის უპასუხისმგებლო რეკორდული თავდაცვითი ხარჯების მიზეზი ძირითადად ერთ მარტივ რამეზე დადის: პუტინის ქედმაღლეობაზე. 2000 წლეულის მეტი ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ პუტინის ნარცისიზმს ვეღარაფერი აკავებს.
ის საკუთარ თავს რუსეთის უდიდეს ლიდერად მიიჩნევს და სჯერა, რომ ისტორიაში შევა როგორც პეტრე დიდის 21 საუკუნის ანალოგი. ის სჯერა, რომ დატოვებს გამორჩეულ მემკვიდრეობას, რომელზეც მომავალ თაობებში ილაპარაკებენ, რომ ხვალინდელი რუსეთის ბავშვები მის საოცარ ლიდერობას შეისწავლიან და იზეიმებენ კიდეც, დიდი ხნის შემდეგაც კი, როცა ის აღარ იქნება. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც მან საერთოდ დაიწყო უკრაინაში შეჭრა. უკვე არსებულ ძალაუფლებასა და გავლენაზე დაკმაყოფილებული არ იყო, გადათხვიდა კიდევ უფრო მეტი მიეღო. მეზობელი ქვეყნის მიწები და რესურსები მიითვისა და თავისი იმპერიის საზღვრები გააფართოვა. ეგონა, ეს ყველაფერი მარტივი იქნებოდა. ძალიან შეცდა. ეხლა წლების შემდეგ ამ ბრძოლაში მან იცის, რომ სწორედ ამ ომის გამო დაამახსოვრდებათ. ყველაფერი, რაც მანამდე იყო, აღარაფერს ნიშნავს, რადგან უკრაინასთან ომი იმდენად დიდი, ძვირადღირებული და ყველაფრის შთამთქელი გახდა, რომ ეს ომი განსაზღვრავს მის მემკვიდრეობას ასე თუ ისე. აი რატომაც პუტინის ეგო არასოდეს მისცემს მას საშუალებას, რომ დამარცხება აღიაროს. ის გონიურულ და ლოგიკურ ნაბიჯს არ გადადგამს. ის არ აღიარებს რუსეთის კოლოსალურ დანაკარგებს, არ მიიღებს იმას, რომ ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც მას სურდა და არ წავა. მიუხედავად იმისა, რომ ეს იქნებოდა ყველაზე კარგი რამ, რაც მას შეეძლო გაეკეთებინა თავისი ხალხისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაარჩენდა უამრავ სიცოცხლეს და საბოლოოდ მისცემდა რუსეთს საშუალებას დაეწყო საკუთარი თავის აღდგენა და ფული დაეხარჯა იქ, სადაც ეს ნამდვილად საჭიროა, მაგალითად განათლებაში, ჯანდაცვასა და ინფრასტრუქტურაში, როქტურაში. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილი დიდი ლიდერის ნიშანი იქნებოდა თავმდაბლობა და საკუთარი შეცდომის აღიარება, პუტინი ამას არ გააკეთებს, რადგან ეს გაანადგურებდა მის მემკვიდრეობას. ეს დაამსხვრევდა იმ სახეს, რომლის შექმნასაც მან 10 წლეულები მოანდომა. ეს დაადასტურებდა, რომ ის არ არის ის დიდი სამხედრო სტრატეგი, როგორც სურს წარმოაჩინოს თავი, არამედ სრული მარცხის მაგალითია, რომელიც ვერ შეძლო ბევრად უფრო მცირე მოწინააღმდეგის დამარცხება, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა ჰყავს მსოფლიოში. ის ამას ვერ დაუშვებს, ამიტომ ერთადერთს აკეთებს, რაც შეუძლია. თავისი ქვეყნის და ეფრო და უფრო დაძაბული ბიუჯეტიდან უფრო და უფრო დიდ თანხებს გამოყოფს თავდაცვის სექტორისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ ვიცით, როგორ გორიხარჯება ტრილიონობით რუბლი, დიდი ალბათობით ამ თანხის დიდი ნაწილი მიდის იმისთვის, რომ ქვეყნის უამრავი თავდაცვის ქარხანა უწყვეტ რეჟიმში მუშაობდეს, როგორც ეს წლებია ხდება. ისინი აწყობენ კიდევ უფრო მეტ რაკეტას, დრონს და სხვა საბრძოლო იარაღს, რათა ესროლონ უკრაინულ ქალაქებს, დასახლებებსა და ფრონტის ხაზზე გამაგრებულ პოზიციებს. ეხლა, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტის დიდი ნაწილი ასევე მიდის რეკრუტირებაზე. როგორც უკვე აღნიშნეთ, ქვეყანა ახლა ებრძვის საკმარისი რაოდენობის ახალი რეკრუტების მოზიდვას, რათა შეავსოს თავისი რიგები და 2026 წელს ჯარისკაცების საერთო რაოდენობაში წმინდა დანაკარგს განიცდის. შედეგად, მოსკოვის სულ უფრო მეტად სასუწარკვეთილი ხდება. სთავაზობს უფრო დიდ ფინანსურ სტიმულებს, აწყობს შესწდომაში შემკვან სამხედრო მარკეტინგულ კამპანიებს და ზეწოლას ახდენს რეგიონულ გუბერნატორებზე, რათა ნებისმიერი საშუალებით იპოვონ ახალი ჯარისკაცები. რუსეთსაც უწევს დიდი თანხების გადახდა დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებისთვის. და რადგან უკრაინელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ყოველთვე დაახლოებით 35,000 რუსი იღუპება ან იღებს ჭრილობას, კრემლის კომპენსაციის გადასახადი სულ უფრო და უფრო იზრდება. საბრძოლო ბიუჯეტის ნაწილი ასევე გადის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ისეთ ადგილებში, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა და აფრიკა, რადგან მოსკოვი სხვა ქვეყნებს მიმართავს სამხედრო კამპანიაში დახმარებისთვის. ამ ყველაფერს არ მოაქვს სასურველი შედეგები იქ, სადაც ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, ფრონტის ხაზებზე, ბრძოლის ველებზე. ამიტომაც ხარჯვა გრძელდება, ინვესტიციაც გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი ღირებულება ან სარგებელი არ ჩანს. საინტერესოა აღინიშნოს, თუმცა რომ შესაძლოა არსებობდეს ალტერნატიული ახსნა რუსეთის სკანდალური 2026 წლის პირველი კვარტლის ხარჯების ანგარიშებისთვის. თავის Rasslanomics ბლოგზე გამოქვეყნებულ პოსტში იანის კლუგე განმარტავს, რომ რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ შესაძლოა სამხედრო ხარჯები 2025 წლიდან ამ წელზე გადმოიტანა, რათა არ გადაეჭარბებინა გასული წლის დეფიციტის გეგმებისთვის. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, კრემლის ბუღალტრებმა შესაძლოა უბრალოდ გადაწყვიტეს მცირე ეკონომიკური ხრიკი გამოეყენებინათ და ზოგიერთი მაჩვენებელი 2025 წლის ანგარიშებიდან 2026-ში გადაეტანათ, რათა 2025 წლის საერთო ხარჯები ცოტა ნაკლებად აბსურდულად გამოჩენილიყო. კლუგერი ასახელებს რამდენიმე მთავარ მიზეზს, თუ რატომ შეიძლება ასე იყოს. პირველ რიგში ის აღნიშნავს, რომ 2025 წლის სექტემბრიდან ნოემბრამდე რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ხარჯები სერიოზულად აცდენილი იყო გეგმას. მას შეაფასა, რომ თუ ხარჯვა იმავე ტემპით გაგრძელდებოდა, ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტი თითქმის 1%-ული პუნქტით მეტი იქნებოდა, ვიდრე დაგეგმილი იყო. MŠP-ს 3.5%, კრემლის მიერ გამოცხადებული 2.6%-ის ნაცვლად. თუმცა საბოლოოდ 2025 წლის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი მართლაც 2.6%-ზე დაფიქსირდა. ეს წლის ბოლო თვეების მონაცემებს არ შეესაბამებოდა. და როდესაც მან კრემლის ფინანსურ ანგარიშებს უფრო ყურადღებით დააკვირდა, კლუგერმა აღმოაჩინა, რომ დეკემბრის ხარჯები საეჭვოდ დაბალი იყო, ჩვეულებრივზე ბევრად დაბალი. საბოლოოდ ფინანსურმა ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ 2025 წლის მეოთხე კვარტლის დეტალურმა ხარჯების მონაცემებმა აჩვენა, რომ წლის ბოლოსკენ საიდუმლო ხარჯები ძალიან მცირე იყო.
ისევ ეს არ ემთხვეოდა წლის ადრეულ პერიოდებს, რამაც კლუგერი დაასკვნევინა, რომ კრემლმა შესაძლოა თავისი ხარჯები 2026 წლის დასაწყისში გადაიტანა. შედეგად, იმის გამო, რასაც ის ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრულ აკრობატიკას უწოდებს, კლუგერი აღნიშნავს, რომ 2026 წლის ხარჯვის რეალური ტემპი ისეთი მაღალი არ არის, როგორც პირველი კვარტლის მონაცემები მიუთითებს. მან ასევე წამოაყენა კიდევ ერთი შესაძლო თეორია, რომ რუსეთი შესაძლოა წინასწარ ახორციელებდეს სამხედრო ხარჯებს 2026 წელს, წლის დასაწყისში აკეთებდეს ბევრ დიდ გადახდას, იმ განზრახვით, რომ შემდეგ კვარტლებში მნიშვნელოვნად ნაკლები დახარჯოს. სულ სიმართლეს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვერ გავიგებთ, სანამ წელი არ დასრულდება და 2026 წლის სრული ფინანსური მონაცემები არ გახდება ხელმისაწვდომი. როგორც არ უნდა იყოს, თუნდაც კრემლი თამაშობდეს ეკონომიკურ ანგარიშებთან, ფაქტი ისაა, რომ ტრილიონობით რუბლი დაიხარჯა შედარებით მოკლე პერიოდში და კიდევ ტრილიონობით რუბლი იხარჯება ყოველ თვეში. ეს არა მხოლოდ არამგრადია, არამედ აქტიურად ანადგურებს ქვეყანას. რაც უფრო მეტი დრო გადის, რუსეთის ეკონომიკა და საზოგადოება განაგრძობს სისხლის დენას და უკვე იმ წერტილს უახლოვდება, სადაც ჭრილობა იმდენად დიდია, რომ მისი მოშუშების იმედი აღარ არსებობს. კრემლის ფინანსური ოფიციალური პირები ფაქტობრივად იგივეს ამბობენ თავიანთ ბოლო განცხადებებში. ივნისის დასაწყისში გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთის მთავრობისა და ცენტრალური ბანკის მაღალი თანამდებობის პირები არღვევენ ერთიანობას და მკაცრად ეუბნებიან ვლადიმირ პუტინს, რომ ომი პირდაპირი მნიშვნელობით ძალიან ძვირი ჯდება და ეროვნული ბიუჯეტი ამას დიდხანს ვეღარ გაუძლებს. მათ ღიად განაცხადეს, რომ ეროვნული ბიუჯეტის დეფიციტი საშიშ დონეს უახლოვდება და მოუწოდეს მთავრობას შეამციროს ან ეფექტურად დაზოგოს სამხედრო ხარჯები, რათა შეამსუბუქოს ფინანსური წნეხი. და მონაცემებიც ამტკიცებს, რომ ისინი მართალნი არიან. გაჟონილი სამთავრობო დოკუმენტების მიხედვით, 2026 წლისთვის სამხედრო ხარჯები მინიმუმ 2 ტრილიონ რუბლს, ანუ 28 მილიარდ დოლარზე მეტით იქნება დაგეგმილზე მაღალი. ამ დოკუმენტებში ასევე იყო ნათელი გაფრთხილებები ქვეყნის ფინანსთა მინისტრის ანტონ სილუანოვისგან, რომელმაც აღნიშნა, რომ მთავრობას სხვა გზა არ ექნება, გარდა იმისა, რომ სხვა სფეროებში ხარჯები გაყინოს, რათა ბიუჯეტში არსებული ხვრელი შეარსოს. მან ზოგადად განაცხადა, რომ ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტი შეიძლება გაიზარდოს თვალის მომქრელ 4 ტრილიონ რუბლამდე. ანუ 56 მილიარდ დოლარამდე, თუ ვითარება შეიცვლება. მაშინაც კი მსოფლიოს უმდიდრესი და ეკონომიკურად ყველაზე სტაბილური ქვეყნები გაუჭირდებოდათ ასეთი აბსურდული ხარჯების შენარჩუნება, რადგან ეს ამცირებს ეროვნულ ბიუჯეტს და ზრდის დეფიციტს. და რუსეთი ახლა სტაბილურობისგან ძალიან შორსაა. მისი ეკონომიკა ნელდება. მისი MCP-ის ზრდა 2026 წლის პირველ კვარტალში უარყოფით ზონაში გადავიდა, ხოლო პროგნოზები ვარაუდობენ ნულოვან ზრდას 2026 წლის დარჩენილ პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ ირანის ომმა დროებით გაზარდა ნავთობის ფასები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ უკვე მძიმე მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდება, მაგრამ პუტინი კვლავ უგულებელ ყოფს ექსპერტების აზრს. სილუანოვის გაფრთხილების მიუხედავად, რომ რეზერვები უსასრულო არ არის, პუტინი და მისი თავდაცვის უწყების წარმომადგენლები წინააღმდეგობას უწევენ. ამჯობინებენ დანაზოგების ძებნას სხვა სფეროებში. სხვაგან ამცირებენ ხარჯებს და რუსი მოსახლეობისთვის ცხოვრებას კიდევ უფრო ართულებენ, ვიდრე სამხედრო ბიუჯეტში თუნდაც უმცირესი შემცირება განახორციელა. ეს სულელური და მოკლევადიანი მიდგომაა და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება, მით უფრო გაღრმავდება კრიზისი. ზოგიერთი ცენტრალური ბანკის წარმომადგენელი კი წლის ბოლომდე რეცესიასაც კი ელოდება. ეხლა შეგიძლიათ მეტი გაიგოთ რუსეთის ეკონომიკურ არეულობაზე ამ ვიდეოში, სადაც ნაჩვენებია, როგორ დაიწრეს სახელმწიფო მოხელეებმაც კი პუტინის წინააღმდეგ წასვლა. სხვა მხრივ ნახეთ ეს ვიდეო, სადაც განიხილება, როგორ შეიძლება დასრულდეს რუსეთის კონტროლი ყირიმზე, რადგან უკრაინა მნიშვნელოვან პროგრესს აღწევს იმ ნახევარკუნძულის გათავისუფლებისკენ, რომელიც 2014 წელს ძალით წაართვეს. და მეტი სასტრაფო სამხედრო სიახლეებისა და უახლესი საკითხების სიღრმისეული ანალიზისთვის გამოიწერეთ The Military Show Today.